მსგავსი ტიპის სადამსჯელო მიმართული კონტროლისაკენ მექანიზმები არ უნდა არსებობდეს უნივერსიტეტში და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტი ეს არის ნამდვილად ისეთი სივრცე, სადაც ჩვენ უნდა გვიხაროდეს, როდესაც სტუდენტებს აქვთ კრიტიკული აზრი, როდესაც სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ უნივერსიტეტების ავტონომიურობის შეზღუდვის მცდელობისაკენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში თუ ეს ყველაფერი რომ არ გავრცელდეს სხვა უნივერსიტეტებზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა შეინარჩუნონ და გაიფართოვონ ავტონომიურობა უნივერსიტეტებში. დღეს აკადემიური სივრცე თუ გაუჩუმდა ასეთ ფაქტებს, ჩვენ მივიღებთ ხვალ და ზეგ კიდევ უარეს პრეცედენტებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხედავთ სტუდენტებს, რომლებიც ყავს დაკავებული პატიმრები არიან და სამშობლოს დაცვის გამო ისინი სინდისის პატიმრებად აქცია ამ რეჟიმმა, ხედავთ სტუდენტებს, რომელთა სტატუსაც ითამაშებიან რექტორები, ხედავთ ლექტორებს, რომლებსაც ათავისუფლებენ და არც უხსნიან, რისთვის არიან გათავისუფლებული.